დაფიქრდი მეგობრებო, თითო ლუკმა ჭამამ თქვენი ორგანიზმში რამდენი შაქარი, თქვენი სიცხილში რამდენი შაქარის მომატება შეიძლება, ეს თუ იცოდინება თქვენ რა მაგარი იქნება. გინდა დიაბეტი მკურნალობაში, გინდა ინსულინის რეზისტენტობაში, გინდა წონაში დაკლება ვისაც უნდა, ეგეთი ადამიანისთვის ძალიან მაგარი იქნება, თუ თქვენ ეს წვრილმენი რაღაცები გეცოდინება. დღის ვიდეოში გასწავლი მეგობრებო, როგორ უნდა დათვალო ერთი ლუკმა, აი ამ ლუკმამ რამდენი შაქარი ამიწია ეხლა. გინდა ერთი კვერცხს რამდენი შაქარის აწევა შეიძლება. ერთი ლუკმა პურის რამდენი შაქარის აწევა შეიძლება. იმდენი წვრილმანში თუ შეხვედი მეგობრებო, მაშინ იმ დიაბეტის მკურნალობა გახდება თქვენთვის ძალიან ადვილი. იმიტომ ბოლომდე უყურე ვიდეო და აუცილებლად გააგზიარეთ ეგეთი მეგობრებში, ვისაც აწუხებს ჭარბიწონა, დიაბეტი, პრედიაბეტი ან ინსულინის რეზისტენტობა, საიდანაც ეს დიაბეტი მოვიდა. ეს მეხუთე ვიდეოა მეგობრებო, დიაბეტის სირიეს თუ არ გიკურია. ეს 4 ვიდეოები ჯობია ჯერ ის ვიდეოები ნახოთ და მერე დაბრუნდეთ ამ ვიდეოში. მერე უფრო ადვილად გაიგებთ ჩვენ საიდან დავიწყე და დღეს სადაც ვარ. ყველა პროდუქტის რო გაიგოთ, რამდენი შაქარი აიწევთ ჩვენი სიცხილში, მაგისთვის ორი კომპონენტები უნდა იცოდე მეგობრებო. პირველი არის გლიცემიური ინდექსი, მეორე არის გლიცემიური load. load ანუ ძალა, წნევა. ინდექსი რა არის? გლიცემიური ინდექსი არის მეგობრებო, ჩვენ რო ჭამს ნახშირის წყლები, მერე ეს ნახშირის წყლები გადამუშავდება და სიცხილში რა სწრაფად შედის მაგის თვლიან გლიცემიური ინდექსით. როგორ დაითვალოთ, 2 მანქანა მიდის ბათუმში, თბილისიდან. ერთი წავიდა 4 საათში, ერთი წავიდა 4 საათი ნახევარში. რომელი 4 საათში წავიდა, მაგისი გლიცემიური ინდექსი იქნება მაგალი და რომელი ნელა წავიდა ნახევარი საათი, მაგისი გლიცემიური ინდექსი იქნება დაბალი. ეს გლიცემიური ინდექსი ყოველთვის ერთია და ყველა საჭმელში გლიცემიური ინდექსი რამდენია, აგერ თქვენ რო გიჭირავს ხელში ტელეფონი, ყოველთვის გამოიყენე კარგი რაღაცებისთვის. შედიქარ Google-ში გლიცემიური ინდექსი პურის, გლიცემიური ინდექსი 100 გრამი პასტის, გლიცემიური ინდექსი 100 გრამი მაკარონის. წაწერე და ეს უნივერსალურად დათვლილია ყოველთვის სია ინტერნეტში მოძებნით და ერთხელ შეინახე ეს სია და გეცოდინება გლიცემიური ინდექსი. მაგალითად ნახო მეგობრებო, გლუკოზის გლიცემიური ინდექსი არის 100, ანუ 100-ის სიტრაფეთ მიდის სიცხილში. ფხვილის გლიცემიური ინდექსი არის 70, შაქარის გლიცემიური ინდექსი 65, ანუ ნახე, ფხვილი თეთრი უმაღლესი, ფხვილი უფრო სწრაფად მიდის სიცხილში შაქარით გადამუშავდება ვიდრე თვითონ შაქარი. ვაშლის გლიცემიური ინდექსი 35-ია და ნუსის გლიცემიური ინდექსი მარტო 5-ია, რომელიც 5 სიცხარით წავა ბათუმში, ანუ ჩვენი სიცხილში. თუ დიაბეტია, ან ინსულინის რეზისტენტობა, არ ჭარბიწონა. რა შეიძლება გლიცემიური ინდექსის დაბალი საჭმელი უნდა ჭამო, რომ ნელ-ნელა წავიდე სიცხილში გლუკოზის დონე. ეს იქნება ყველაზე საუკეთესო სიტუაცია თქვენთვის და თქვენი დიაბეტის მკურნალობის. ეხლა კითხვა გექნება, გლიცემიური ინდექსი რამდენი უნდა იყოს, რომ დიაბეტისთვის, ან ჭარბიწონისთვის, ან ეგეთი პრობლემებისთვის, რომ კარგი იყო. მაქსიმუმ 30 გლიცემიური ინდექსი თუ არის იმ პროდუქტის, ყოველთვის შეამოწმე დიაბეტისთვის იჭმება ეს პროდუქტი. 30-ზე ზევით რასაც წავა, ჩათვალე რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის ეს არ არის კარგი. მოძებნა თუ არ გინდა, რომ გლიცემიური ინდექსი როგორ მოძებნო და ეს
ზოგი ადამიანი მოგუცია და ვერ ქმარობს ტელეფონები. ნაკშირის წყლები წაკითხვა ხო იცი? რო კიდულობს რაღაცა. ნაკშირის წყლები რას წერია იქ მეტი? ესე იგი მაგისი გლიცემიური ინდექსი იქნება მაგალი. ნაკშირის წყლების რაოდენობა თუ იქნება დაბალი, მაშინ იქნება გლიცემიური ინდექსით დაბალი. საინტერესო რამე მეგობრებო. სითხეს გლიცემიური ინდექსი ყოველთვის მეტია. როგორც ვაშლი. ვაშლის გლიცემიური ინდექსი ცოტა ვიდრე ვაშლის მწვენის. იმიტომ გეუბნები ბავშვებს, ნუ დაალევინეს ეს მწვენები. თვითონ ხილი უნდა ჭამო. თქვენს თვითონ ხილი უნდა ჭამო, რომ ეს გლიცემიური ინდექსი დაბალი იყო და ნელ-ნელა წავიდე გლუკოზის დონეზე. ეხლა მოვიდა გლიცემიური load, ანუ წნევა. რამდენი ციფრები ხო სინჯავს თქვენ? 100 მაქვს, 110 მაქვს, 140 მაქვს. რამდენი ციფრით წავა გლუკოზის, ანუ შაქარის დონე სიცხლისი მეტი. ეხლა უნდა დავთვალოთ. ეგეც გეტყვი მეგობრებო, ჩვენი თლიანი სიცხლისი დაახლოებით 5 ლიტრა არსებობს ადამიანის სიცხლი. მარტო 5 გრამი შაქარი ტრიალებ. 5 გრამი შაქარი რამდენია? 1 კოზი? და თქვენ დღეში რამდენი კოზის შაქარს ჭამ? მარტო შაქარი რო ამოიგვექიდან. კავაში 1 შაქარი რო შერო, იმის მერე ეს გიმრელიც არ იჩვენება ზოგი ადამიანისთვის. 3 კოზი, 2 კოზი. ანუ 1 მიგებაში იგებს იმდენი შაქარი, რამდენის გმერთმა მოგცა ჩვენ ბუნებრივად, რამდენიც უნდა იყო. ეს არის 5 გრამი. მაგაზე ზევით ზედმეტია. გლიცემიური წნევა, ძალა, მეგობრებო. 1 გლიცემიური ძალა უდრი 1 გრამი გლუკოზ. 1 თუ რამე ჭამს, იქ თუ 1 არსებობს გლიცემიური წნევა, ძალა, load 1 გრამი გლუკოზა ან შაქარი მოიმატება. და 1 გლიცემიური load უდრი 20 ციფრით დაემატება სიცხლში გლუკოზის დონე. მიხვდი? 1 გლიცემიური load უდრი 20 ციფრით მოიმატება სიცხლში გლუკოზის ან შაქარის დონე. გლიცემიური load, ანუ წნევა, ძალა, როგორ უნდა დათვალოთ? ყოველთვის გლიცემიური ინდექსი გაამრავლეთ იმ პროდუქტში ნაპოვნი ნაკშირის წყლები და გააკოფინე მერე 100-ზე. უდრი რასაც მოვა, ეს არის იმ პროდუქტის glycemic load. მოდი რამოდენიმე პროდუქტის გლიცემიური load დავთვალოთ. პირველი სამზარეულოში ყველაფერში რო იქნებენ ფხვილი. ფხვილის გლიცემიური ინდექსი არის მეგობრებო დაახლოებით 70. ისევე 70 შედის იქ ნაკშირის წყლები. გააკოფინებ მერე მაგას 100-ზე გლიცემიური load გამოვიდა ფხვილის, ინდურად ატაქვია მაგას, ფხვილის 49. 49 გლიცემიური load არის კატასტროფა. ბევრია. პენკრიაზე წნევა პრობლემა. შაქარის გლიცემიური ინდექსი 65-ია. 100 გრამი ნაკშირის წყლები შედის, გააკოფინე 100-ზე, გამოვიდა 65. გლიცემიური load გამოვიდა 65. ეხლა ვაშლის გლიცემიური load რამდენია? წნევა. გლიცემიური ინდექსი არის 35, გაამრავლე მაგას 100 გრამი ვაშლში შედის დაახლოებით 12 გრამი ნაკშირის წყლები, ისევე ისე ჩვენი ფორმულა 100-ზე გააკოფინე, გლიცემიური წნევა ძალა მოვიდა 4.2. ესე იგი დაბალია. ჭამა შეიძლება, მაგრამ ყოველთვის მოდრედ რაოდენობაში. ჭამა შეიძლება ვაშლის, არა ვაშლის წვენის. თქვენ იცის ეხლა როგორ უნდა დათვალო გლიცემიური load. ეგ არის მთავარი, მეტი არაფერი. გლიცემიური ინდექსი
გაამრავლე იმ პროდუქტში თითო 100 გრამში რამდენი ნაკშირიწყლები შედის ისა გააკოფინე 100-ზე რას გამოვა ეს ციფრი არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ციფრი ეს აუცილებლად უნდა იცოდე და გაათვალისწინო კიდე დაიბადება რომ მაშინ რამდენი თელი დღის განმავლობაში რამდენი გლიცემიური load უნდა ჭამო ადამიანმა რომ კარგად იქო დიაბეტისთვის მეგობრებო 50 ან მაგაზე ქვევით თუ იქნება თქვენი გლიცემიური load ნაჯამი საწმელის თქვენი დიაბეტი წამლის გარეშე იქნება კონტროლში იმედია ამ ვიდეოებით თქვენ ნელ-ნელა გაიგებს რომ დიაბეტის მკურნალობა შეჩერება ყვებით შეიძლება თუ გრმაში შეხვალ როგორ უნდა დათვალო ეს ყველაფერი ხვალ კიდე ერთი საინტერესო ვიდეო იქნება როგორ უნდა წაიკითხო პროდუქტი რო კიდულობს ხო წერია უკან ნაკშირიწყლები პროტეინი ის რამდენი პროცენტი რაღაცა ინგლისურად წერია ან რაღაცანაირად წერია იქ კომპანიები ყოველთვის მოატყვევს ეს გასწავლი როგორ უნდა წაიკითხო ხვალ იმედია მოგეწონა ინფორმაცია გააზიარეთ მეგობრებში გამოიწერე არხი კარგად და ჯანმრთელად